მოგესალმებით. თქვენ უყურებთ არტემს. მე ანი ვარ. დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის მხატვარი ლუკა კიკნაძე. ლუკა, გამარჯობა. მიხარია ძალიან რომ დღეს ხარ არტემის სტუმარი. გამარჯობა ანა, მიხარია რომ შენთან მოვედი პირადად გასაუბრებლად. დავიწყოთ ბლიც შეკითხვებით. ლუკა, რა არის შენთვის ფერწერა? ჩემთვის ფერწერა არის ფერებით თამაში და არა მარტო ფერებით თამაში, არამედ ემოციების სამსახველი მომენტები, ასე ვთქვათ. ფერების თამაშთან ერთად ერთგვარი მიქსია, ერთგვარი შერევაა. რა სიხშირით მუშაობ? ხშირად გადართვები მაქვს ხოლმე. არის მომენტები, როცა შემიძლია ვიმუშაო ფერწერაში, არის მომენტები, როცა პირიქით შემიძლია ვიმუშაო შავ თეთრში, გრაფიკაში, თუნდაც, რა ვიცი, შერეულ ტექნიკაში. აი ზოგადად სულ ხატავ? სიამოვნებით ვიტყოდი, მეთქი სულ ხატავ თქო, მაგრამ აი რობოტი უნდა ვიყო მაშინ, ეგრე გამოდის. იმიტომ რომ ხატრებსაც გვაქვს ხოლმე მომენტებში ჩვენი ჩავარდნები და მერე ფერფლიდან ხელახლა აღდგომა. რომელი ნახატით ამაყობ ყველაზე მეტად? ეგ ძალიან რთული შეკითხვაა. თითქმის აი ყველა ნახატთან, რომელიც ახლანდელ პერიოდში შევქმენი, თითქმის ერთნაირი დამოკიდებულება მაქვს. აი სიამაყეს ცოტა მან ძნელად გამოვარჩევა. იმედგაცრუება რომელმა ნახატმა გამოიწვია შენში? ერთ ნახატზე ვეჭვობ, რომელიც აი ფერწერის მაგისტრატურაზე შევქმენი. დავხატე პორტრეტი, ერთი აი სპეციალური მიმდინარეობით, რომელიც იყო დავალების სახით. და დავხატე საკუთარი თავი და აურჩიე სპეციალური ფონი, სადაც თამაშობს ორი ფერი, შავი და ლურჯი. და დავარქვი ასეთი სახელი, სად არის ბედნიერება. პორტრეტების ხატვა უფრო გიყვარს თუ პეიზაჟების? გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ. არის ხოლმე მომენტები, როცა პეიზაჟების ხატვა მიყვარს, განსაკუთრებით აი ღამის პეიზაჟების და არის მომენტები, როცა აი პორტრეტების ხატვა მიყვარს. გადართვები მაქვს. მისდევ თუ არა მხატვრობის თანამედროვე ტრენდებს? აი დროთა განმავლობაში მიჩნდება ხოლმე мотиваცია, რომ მხატვრობის თანამედროვე ტრენდებს მივსდიო. მაგრამ იმასაც ვცდილობ, რომ არ ვიყოს ხვის გამეორება. ხელოვნება თავისუფალია? ხელოვნება ზოგადად თავისუფლება უხდებათ და ხელოვნება უნდა იყოს და არის კიდეც თავისუფალი. მხატვრობის რომელ სტილს აფასებ ყველაზე მეტად? ზოგადად მე სტილთან მარტივი დამოკიდებულება ნამდვილად არ მაქვს, იმიტომ რომ აი შინაგანად ვარ აი ცვალებადი. ხან ერთი სტილი მომწონს, ხან მეორე. რამდენად ემოციური ხარ? მომენტებში შემიძლია ვიყო ძალიან ემოციური, მაგრამ არ გამოვამჟღავნო. მომენტებში შემიძლია ვიყო უემოციო. ან ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ ვარ უემოციო, მაგრამ ეგრე არ არის. რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად? უსამართლობა. რა გაბედნიერებს? შვიდობა, რასაც ყველა ნატრობს. როგორია ხალხის დამოკიდებულება დღევანდელი ხელოვნების მიმართ? ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელი ხელოვნების მიმართ ხალხის დამოკიდებულება მარტივია, რადგან აი ყველა სხვადასხვა აზრი და დამოკიდებულება აქვს ხელოვნების მიმართ. ინტერესის თვალსაზრისით და აი სათანადო დაფასების თვალსაზრისით. ვისთვის ხატავ? შენ თავისთვის თუ ხალხისთვის? ეგ ძალიან რთული შეკითხვაა, მაგრამ აი ძირითადად უფრო აი ჩემი თავისთვის. რამდენად დიდია მუსიკის როლი შენს ცხოვრებაში? რაც შეეხება მუსიკის როლს, ეს არის ჩემი ცხოვრების დასაწყისი. ეგ არის ჩემი ბავშვობის წლები, რომლებიც მე გავიარე, ასე ვთქვათ. ეგ დაიწყო სიმღერით, მერე მუსიკალური ინსტრუმენტებიც მოყვა მაგასთან. შემდეგ უკვე ყველაფერი მხატვრობაში გადავზარდე, მუსიკას თავი დავანებე. რომელს აირჩევდი, იყო მდიდარი თუ იყო ცნობილი? აი სიამოვნებით ავირჩევ ორივეს. რა არის იდეალური სიკვდილი? ალბათ იდეალური სიკვდილი ის არის, როცა უმტკივნეულოდ კვდები. აი შენ თვითონაც რო ვერ აცნობიერებ რომ მოკვდი. რა არის სიყვარული? სიყვარული არის ბედნიერება. რა ფერია ბედნიერება? ბედნიერებაში მრავალი მკვეთრი ფერია და რთულია ჩამოთვალო იგი. მხოლოდ ერთ ფერს რომ გიტოვებდნენ სამუშაოდ, რომელ ფერს აარჩევდი? წითელს, რადგან ჩემი ბავშვობის საყვარელი ფერია. რასთან ასოცირდება წითელი? გემრიელთან, ხასხასასთან, აი ბავშვობიდან აი ამასთან ასოცირდება ჩემთვის წითელი. რომელს აარჩევდი ოჯახს თუ ხელოვნებას? დღესდღეობით ძალიან ბევრი მხატვარი ახლა ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ხელოვნება ასე ვთქვათ, აი მორევია, აი რაშიც იძირები, როცა ირჩევა. გადავიდეთ მეორე ნაწილზე, სადაც ვისაუბრებთ შენი შემოქმედების ირგვლივ უფრო ვრცლად.
და ჩემი პირველი შეკითხვა არის ბანალური, საიდან დაიწყო შენი მხატვრობა? ბავშვობიდან დაიწყო, ეგ არის საწყისი იმისი, როცა ვიყავი პატარა და მამაჩემს ხშირად ზოოპარკში დავყავდით და ზუსტად იქ შევხვდი ერთ მხატვარს, სამწუხაროდ ახლა სახელი და გვარი არ მახსოვს, ვიცი რომ ცოცხალი აღარ არის. იქ შევხვდი ერთ მხატვარს, რომელმაც мотивация გააღვიძა ჩემში, რომ მე ხატვა დამეწყო. მანამდე ხატავდი ვჟღაბნიდი რაღაცებს. მაგრამ ის მომენტი, რომელსაც ახლა ვიხსენებ, ერთ-ერთი გამაღვიძებელი მომენტია ჩემ ბავშვობაში. საინტერესო, რას ხატავდა გახსოვს? ჩემი პორტრეტი დახატა. ზოოპარკში პორტრეტებს ხატავდა ის კაცი. შენახული გაქვს პორტრეტი? შენახული მაქვს, მაგრამ მოსაზებნია. და როგორ განვითარდა ამის შემდეგ შენი შემოქმედება? რამდენად აქტიურად გადაეშვი ამ სფეროში? ჯერ კიდე ის პერიოდი, როცა მუსიკალურში დავდიოდი, მქონდა ბავშვური გატაცებები, რომ პორტრეტები, მეხატა, ჯერ გართობის დონეზე და მერე სერიოზულად გადავეშვი მაგ მორევში, ასე ვთქვათ. მხატვრობამ, ასე ვთქვათ, გადაწონა მუსიკა, თუმცა მუსიკისადმი სიყვარული სადღაც კიდე შებრჩა. განსაკუთრებით მაშინ, როცა კლასიკური მუსიკების მოსმენა დავიწყე. შენ ძალიან ხშირად მუშაობ ღამე პლენერზე. როდიდან და რატომ გაგიჩნდა ამის სურვილი რომ მოგვიყვე? ამის სურვილი ერთი შეხედვით საინტერესო, მაგრამ სპონტანური იყო. იყო მომენტი, როცა ღამეს ეერნობდი და უცბად სინათლის და ჩრდილის თამაშმა ძალიან გამიტაცა რა და გადავწყვიტე ეგ ფაქტი დამეფიქსირებინა. ზუსტად ეგ ამბავი კეკელიძის ქუჩით დავიწყე. და მე ეგ ნახატი რომ დავხატე, ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა მაგ ნახატს და ზუსტად იმ დღესვე გამეყიდა ასე ვთქვათ. ძალიან დიდი ხანი ხატავდი მე უკვე ამ პლენერზე ღამე. და მერე მაგ ღამის პლენერში შევყევი და ხშირად გავდიოდი ხოლმე ღამე გარეთ, ნებისმიერ ქუჩაზე, სადაც მოვისურვებდი, სადაც კარი დაუბერავდა. მომენტი, როცა არ იცი სად მიდიხარ, მაგრამ ირჩევ ძალიან საინტერესო ადგილს, სადაც ჩრდილები და განათებები თამაშობს რა ერთმანეთს ერწყმის. და შენ ზუსტად მაგ მომენტს, მაგ ამბავს მიყვები. შენ საყვარელი სამხატვრო მასალა რომელი არის? ვერ ვიტყვი რომ კონკრეტულად ერთი. იმიტომ რომ ახლა პერიოდი მაქვს ისეთი, რომ ნებისმიერ მასალაში შეიძლება შემიძლია სიამოვნებით ვიმუშაო, მაგრამ მაქვს უფრო გადართვის პერიოდები, ხან ეს მასალა მომწონს სამუშაოდ, ხან ის. შენი ხასიათები თუ აისახება ხოლმე შენ შემოქმედებაში? მაგ შემთხვევაში ცოტა არეული ვარ ხოლმე ერთ შეხედვით, მაგრამ ალბათ შეიძლება უფრო შავ-თეთრ ნამუშევრებში აისახოს. სადღაც ფერში დახატულ ნამუშევრებში შეიძლება აისახება თუ ნახატი მისტიურია. ძირითადად შენი საყვარელი ტონები მაინც რომელი არის? ოდესღაც ჩემი საყვარელი ტონები მკვეთრი და ლამაზი ტონები იყო, მაგრამ მერე უკვე დროთა განმავლობაში ცოტა ჩავაქრე ტონები. რომელი ზომის სტილოები უფრო გიზიდავს? დიდი ფორმატი თუ პატარა სამუშაოდ? შემიძლია პატარაზე ვხატო და გავაკეთო უცბად, რომელიც ზოგჯერ ძალიან კარგი გამოდის და შემიძლია დავიწყო დიდზე, მაგრამ გააჩნია რა მიდგომით ვარ და რა განწყობაზე და როგორ სტილით მივდიები. ეს ზოოპარკში ნანახი მხატვარი გავიგე პირველი ინსპირაცია იყო შენთვის. სხვა მხატვრები თუ არიან ისეთი, ვინც მოგცა დიდი ინსპირაცია? ძალიან ბევრი მხატვარია ისეთი, რომელიც მოგცემს ინსპირაციას და ძალიან ბევრი ისეთი, რომელმაც შეიძლება ინსპირაცია არ მოგცეს. საშენო არ იყოს მანდა მაინც. რატომ ჩააქრე ფერები შენ შემოქმედებაში და რატომ შეიცვალა ზოგადად ტონალობა? ალბათ რომ მოითხოვა ასე, იმიტომ რომ გამუდმებით ვერ იქნები მკვეთრ ტონებში და გამუდმებით ერთსა და იმავე ადგილას ვერ იდგები რა, რადგან ხელოვნება არის უსასრულო გზა, რომელიც მოითხოვს, რომ იარო უსასრულობისკენ და ბევრი ცვლილება შეიტანო. ექსპერიმენტები თუ გიყვარს და რა სახის ექსპერიმენტებს ატარებ ხოლმე უფრო ძირითადად? ექსპერიმენტები ზოგადად მიყვარს, მაგრამ მაგის ხასიათზე პირადად ჯერ მე უნდა ვიყო, რომ ექსპერიმენტი გავაკეთო რა. რამდენად ხშირად მონაწილეობ გამოფენებში და რამდენად გიყვარს ზოგადად ნამუშევრების გამოფენა საზოგადოდ? ჩემს ცხოვრებაში ბოლო ეს წლები ძალიან მუდმივი გახდა ჯგუფური გამოფენები, უკვე რიცხობრივად ვეღარც კი ვთვლი მე თვითონ.
და ჯგუფური გამოფენები უფრო საინტერესო არის თუ პერსონალური? შეიძლება უფრო პერსონალური, რადგან ხალხის დიდი ნაკადი, მოდის შენთან, ვისაც აინტერესებს შენი მხატვრობა რა. თორე ჯგუფურში სიტუაცია ცოტა სხვანაირია. არის ხოლმე პერიოდი, როცა მოდის ბევრი ხალხი და არის ხოლმე პერიოდი, როცა პირიქით მოდის ნაკლები ხალხი. როგორ იყიდება შენი ნამუშევრები? ვაპირებ, რომ სამომავლოდ ძვირად გავყიდო. მინიმალური ღირებულება შენი ნამუშევრის? აქვს რაღაც მინიმალური ღირებულებები, ეხლა სპეციალურად არ ვიტყვი კონკრეტულად რა ღირებულებები აქვს. საიდუმლოდ დავტოვებ. სამხატვრო აკადემიის სტუდენტობის პერიოდზე მაინტერესებს დაზგურ გრაფიკაზე მუშაობდი და შემდეგ ფერწერაზე გადახვედი. რამდენად საინტერესო იყო დაზგურ გრაფიკიდან ფერწერაზე გადასვლა? იმ პერიოდში დაზგურ გრაფიკიდან ფერწერაზე რო გადავედი, ფერწერაში ბევრად უფრო აქტიურად მუშაობდი რა და ასე ვთქვათ, იმ მომენტში ერთგვარი ამოსუნთქვა იყო ჩემთვის. ეხლა თუ ვაპირებ გაგრძელებას მაგისტრატურაზე? ჯერ უცნობია პირადად ჩემთვის ეგ ამბავი. არაერთი მეკითხება მივდივარ თუ არა მესამე კრუგზე. იმიტომ რომ ეხლა მეორე მაგისტრატურას ვამთავრებ. ახლა გინდოდა რაღაც კიდევ? ნახოთ აბა, ჯერ მე თონას არ ვიცი ჩემთვის ეს სიურპრიზია ეგ ამბავი. რა გეგმები გაქვს სამომავლოდ? სამომავლოდ მაქვს ასეთი გეგმა, ძალიან კარგი გეგმა, პირადად შენც მოგიწევ. საკუთარი სახელობის არტ-სალონის გახსნა. რა კარგია. და იქ მუშაობა, ნახატების გაყიდვა და გამოფენა. გამოფენების კეთება. ძალიან კარგია. ანუ ჩვეულებრივად დამთვალიერებელი ქუჩაში გამლელიც შეძლებს ალბათ რომ შემოვიდეს და დაათვალიეროს შენი ნამუშევრები. კი და შეკვეთების მექნება. წარმატებებს გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა. რა რჩევას მისცემდი ახალგაზრდა მხატვრებს? ახალგაზრდა მხატვრებს მისცემდი ასეთ რჩევას, რომ რა გზაც აირჩიეს თვითონ გულით, რაც მათ უნდათ და აირჩიეს, იმ გზას არ გადაუხვიონ. ისე როგორი არის ხელოვანის ცხოვრება, რთულად გასავლელი თუ მარტივად? აქვს რა თქმა უნდა თავისი სირთულეები არის, ისეთი ნიუანსები, რაზეც ახლა შეიძლება ზოგადად საუბარი არ გინდოდეს რა ხელოვან ადამიანს, მაგრამ ადვილი ცხოვრებაში არაფერია. რომ არა მხატვრობა, რა პროფესიას აირჩევდი? ბავშვობაში მუსიკის გარდა კიდე ძალიან მიყვარდა რუკები, განსაკუთრებით საქართველოს რუკა. ჩემგან არ ვიცი რამდენად გამოვიდოდა კარტოგრაფია, ასე ვთქვათ. მაგრამ ჩემი ბავშვობის გატაცება იყო, რაც მე ეს სიყვარულიც მე სკოლის პერიოდში გამიქრა. მაგრამ ერთ სიტყვი რო არა მხატვარი, ალბათ საბოლოოდ მუსიკოსი ვიქნებოდი. მე პირადად ვიცნობ დედაშენს, ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან საყვარელი ქალია და ბლიც შეკითხვებში ახსენე, რომ დიდი მხარდაჭერა გაქვს ოჯახის მხრიდან. უფრო რო გაშალო ეს თემა და თავიდანვე, როდესაც გადაწყვიტე, რომ თუნდაც გეხატა, რამდენად საინტერესო იყო მათთვის ეს შენი სურვილი. ჯერ კიდე მაშინ სანამ მხატვრობაში გადავერთვებოდი, ჩემებს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ მე საოპერო მომღერალი გამოსულიყავი, როგორც წინა შეკითხვაზე ვთქვი, რომ არა მხატვარი, გამოვიდოდი მომღერალი. მაგრამ რაც ჩემებს სურთ, ჩემთვის ეგ ჩემს საპირისპირო დაისახება ხოლმე. ეგეთ შემთხვევა იყო, არქიტექტურაზეც, იმიტომ რომ სულ თავიდან ბაკალავრზე მე ჩავაბარე არქიტექტურაზე, სადაც არანაირი მიზნები არ მქონდა, შემთხვევით მოხდი. მაგრამ გარეთ რო არ დავრჩენილიყავი, ასე ვთქვათ, ჩემებმა პირველ ადგილზე ჩაწერეს ეგ ფაკულტეტი და მე როცა მოველოდი, რომ ფერწერაზე უნდა მოვხვედრილიყავი, მოვხდი არქიტექტურაზე, ჩემთვის სრულებით მოულოდნელი იყო, რადგან არ ვაპირებდი არქიტექტორობას და როცა გადასვლას ვაპირებდი, არაერთხელ მეხვეწნენ სახში, დარჩი არქიტექტურაზე, დარჩიო გინდა თუ არაო რა. რადგან ეგ არისო შემოსავლის წყარო და მე რადგან არ მაინტერესებდა არქიტექტურა, ვჯიუტობდი მეთქი არ მინდა თქო. და შემდეგ გადავედი წიგნის ილუსტრაციაზე ერთ პერიოდი, მანდაც ვიყავი, მაგრამ მანდაც არ გავჩერდი და მე წავედი დაზგურზე. და დღესდღეობით როგორი არის მათი ხელშეწყობა შენთვის? ძალიან კარგი.
უყვართ და აფასებენ შენ შემოქმედებას. რა თქმა უნდა, უყვართ და აფასებენ შენ შემოქმედებას და რაც თავარია ხელს მიწყობენ. ეს ბებიას ნახატი მახსოვს შენ რომ ფეხმოთეხილი ხარ. ზუსტად ის პერიოდი აი როცა იმანამდე დავხატე ბებია ჩემი ბოთლით ხელში და მერე დავხატე უკვე ეგნახატი. ფეხი მაქვს მოტეხილი და ბებია ჩემი თავზე რომ მაგას დამწუხრებული რომ აი არ ვისვენებ. და ბოლო შეკითხვასაც დაგისვა. როგორ ფიქრობ, რა არის შენი მისია? უფალმა ყველას თავისი დანიშნულება მიცა. მე ჩემი, შენ შენი, ყველას თავისი. და ჩემი მისია არის რომ ხალხს ვასიამოვნო და ბევრი პოზიტივი ვუსურვო მათ. ვასიამოვნო ჩემი არსებობით, ჩემი ნამუშევრებით და მათ პატივისცემით მოვექცე. ძალიან დიდი მადლობა ლუკა საინტერესო საუბრისთვის, რომ გვესტუმრე კიდევ ერთხელ მიხარია ძალიან. ასევე მადლობა მოწვევისთვის. თქვენ უყურებდით არტემს დღეს ამით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.